მე ვარ თომა მუთიძე, 12 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, სიმღერა და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. უკვე 1 წელია ვთამაშობ საფეხბურთო კლუბ ბაკუში. თავიდან ვიყავი სტრაიკერი და შემდეგ მწვრთნელმა გადმომიყვანა მარჯვენა მცველის პოზიციას. თავდასხმაშიც კარგად თამაშობდი, მაგრამ გუნდს ასე ჭირდებოდა. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა შეტევის სწრაფად წამოწყება. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა პასების დანაწილება და ზუსტი პასები. ბაკურში ყველაზე კარგად ვარ შეთამაშებული დემეტრე მამულაძესთან. ჩემი მწვრთნელია დავით აბესლანი. ის არის მეგობრული, ცოტა მკაცრი და გუნდის სული და გული. კვირაში ერთხელ მიტარდება შეჯიბრება და დამეგროვდა უკვე ბევრი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა 3-0 რომ მოუგეთვე შორჯიას და მაგ თამაში კარგად ვითამაშე, გოლიც გავიტანე და ასისტიც გავაკეთე. მაქვს კარგი მონაცემები და დიდი შანსია რომ გავხდე გუნდის კაპიტანი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კილიან მბაპე და საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ვაკრებში ეს ამოვნებით ვითამაშებდი 3 ნომრით. თუ ყველაფერი კარგად დაეწყო, ვაპირებ რომ გამოვიდე ფეხბურთელი. კარიერას ალბათ დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ გორში, შემდეგ გადავალ ნაპოლიში, შემდეგ მგონია მილანში გადავალ და ბოლოს რეალ მადრიდში. დიდი ალბათობით ფეხბურთს ვითამაშებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება ფეხბურთის ინვენტარი და ინფრასტრუქტურა. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ვცეკვავ სამხელოვანში. ცეკვა ძალიან მეხმარება ფეხბურთის თამაში და პირიქითაც. უკვე 5 წელია ცეკვავ და ცეკვა გახდა ჩემი ნაწილი. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. თიულურში და ყაზბეგებში ვცეკვავ სოლოს. 4 წლის წინ მომცა მასწავლებელმა სოლო პირველი ცერზე ვდივარ. ეხაც ეგ სოლო მაქვს, დიდი ხანია მომყვევა ეგ სოლო და რომ მან მითხრა რომ ეს გამოგდის, ეს უნდა გააკეთო, შევეცადე და გავაკეთე კონცერტს ძალიან კარგად. მასწავლებელმა პირველად სოლოს დამაყენა, დღემდე მომყვება ის ეხარული. ხელოვანში ჩემი ქორეოგრაფებია ნიკა სალვარიძე და მიხეილ ურგენიძე. უფრო მკაცრიანი გამასწავლებელი და უფრო ცოტა ხიარული არის მიხეილ ურგენიძე. ჩემ ქორწილში ჩავიცმევ შავ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვე. ვარ კარგი ბიჭი და მყავს ძალიან კარგი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან ალბათ ვიქნები 23 წლის. შვილებს დავარქვე ჩემი მშობლების სახელებს მინდიას და ლიანას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და და. კიდე მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 17 წლის და ქვია ლანა. ის არის ლამაზი, მხიარული, პრანჭია და უყვარს ცეკვა. ჩემი აზრით ლანა რო გაიზრდება გამოვა ქორეოგრაფი. მამა არის ჩემსავით სიმპათიური, მხიარული, უყვარს შრომა და გავს მე. დედა არის ლამაზი, მხიარული, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ფხალობი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიცას. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, იმიტომ რომ ვითამაშო კარგად ფეხბურთი, კარგ გუნდებში მოვხდე და კარგი ფეხბურთელი გამოვიდი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და მზრუნველი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია ბერიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ნია გელაძე. ყველაზე მშვიდია სესილი ბარამიძე. მე ვარ ყველაზე ცელქი, სიმპათიური და ბედნიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნინო შოთაძე. იმიტომ რომ ხიარულია, ლამაზია და არ გვიშლის ნერვებს. მე ასევე მიყვარს სიმღერა და მომღერი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ვარ ბანი და თან ვუკრავ ფანდურზე. ფანდურზე გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე დოლზე. ჩემი საყვარელი სიმღერა თორღვას ბებერო გადია. ბებერო გადია, ყოველი გადიას. დღეებიც გადიან, ხომ გადიან. კონცერტი ჯერ არ ქონია და ერთი სული მაქვს, როდის ვიმღერებ დიდ სცენაზე. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, ვიმოგზაურებდი 2030 წლის გერმანიაში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია საგზური ელ კლასიკოს თამაში. ბედნიერება არის სტადიონზე გოლის გატანა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.